Огонь! Огонь, говорю! 217 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ტერორისტული რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 25 დეკემბერს აზერბაიჯანული ავიაკომპანიის კუთვნილ ბორტს დამიზნებით ესროლა. ალმოკიდებული თვითმფრინავი აქ ტაუში ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი, ძირითადად აზერბაიჯანის მოქალაქეები, ადგილზე დაიღუპნენ. კრემლის ყასაბმა მოხდას ინციდენტი უწოდა. ბუნებრივია დღემდე არც ბოდიში მიუხვდა და არც გამოძიება დაძრულა ადგილიდან. მოსკოვი 10 წლების მანძილზე შეეჩვია, რომ ყოფილ რესპუბლიკებთან ყველაფერი გაზრდის და ჩათვალა, რომ ბაქოსთანაც გავიდოდა, მაგრამ ალიევი ლუკაშენკო არ აღმოჩნდა. მოსკოვი ვერ მიხვდა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და თურქეთთან პარტნიორობის შემდეგ ალიევი ძველი ალიევი აღარ არის. ეს კადრები ბაქოში უკრაინის საელჩოსთან არის გადაღებული უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერ აქციაზე. უკრაინაში რუსების ორკების შეჭრიდან რამდენიმე დღეში. ამ აქციამდე და ომის დაწყებამდე 2 დღით ადრე ალიევი პუტინს შეხვდა. ბაქომ და მოსკოვმა სამოკავშირეო ხელშეკრულება გააფორმეს. ღია წყაროებში არ არსებობს ინფორმაცია, რომ პუტინმა ალიევს შიზოფრენიული იდეა გაუმხილა და რადგან ინფორმაცია არ არის, უნდა ვივარაუდოთ. ალიევი პუტინის სიგიჟეზე ინფორმირებული არ იყო. აქვე გულწრფელები რომ იყოთ ვაღიაროთ. ბაქოში ნებართვის გარეშე და აქ მხოლოდ ოფიციალური არ იგულისხმება, აქციას მით უმეტეს რუსეთის საელჩოსთან ვერავინ ჩაატარებდა. ალიევი დაელოდა პუტინის სიგიჟის ფონზე გაძლიერდა თურქეთის და ისრაელის დახმარებით თანამედროვე აღჭურვილობის არმია თავიდან შექმნა. სამხედრო ბალანსი აძლევდა იმის საშუალებას, რომ საომარ მოქმედებებზე გადასულიყო, თუმცა აქაც სტრატეგიული მოთმინება გამოიჩინა, რომელიც საქართველოს მსგავსად უმოქმედობას არ ნიშნავდა. ამასობაში კი პუტინმა გეოპოლიტიკური შეცდომა დაუშვა სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მყარი და ტრადიციული სანდო მოკავშირე სომხეთის აზერბაიჯანის ხელით დასჯა გადაწყვიტა. მხოლოდ იმიტომ, რომ სომხეთმა ფაშინიანი აირჩია. იმ იმედით, რომ სომხური საზოგადოება ფაშინიანს ჩამოაგდებდა, შემდეგ კი ერევანი იძულებული იქნებოდა მუხლებზე დაჩოქილი მოსკოვისთვის დახმარება ეთხოვა. ალიევმა პუტინის პოლიტიკური სიბეცით ისარგებლა მოსკოვის ჩანაფიქს, ბაქოსთან ერთად ერევანიც მიხვდა. პუტინმა შუამავლის ფუნქცია დაკარგა და სამხრეთ კავკასიაში შესუსტდა. ალიევმა ყარაბაღის რუსული პრობლემა რუსეთის გარეშე მოაგვარა. ზანგეზურის კორიდორის ამბავის ბოლომდე მიიყვანა. ევროპის რუსული ენერგომატარებლების ერთ-ერთი მთავარი ალტერნატიული წყარო გახდა. რაც მთავარია, სომხეთთან დაალაგა. ამის პარალელურად ბაქოს ერთი დღეც არ გაუჩერებია უკრაინელების ჰუმანიტარული დახმარება. აზერბაიჯანი კრემლის ხელსამოსაკაროვის სამხრეთ კავკასიური რესპუბლიკიდან დიდ და არა მხოლოდ ლოკალურ რეგიონულ მოთამაშედ იქცა, რასაც ჩვენ და სამწუხაროდ და ივანიშვილის გამოისვებით საქართველოზე ვერ ვიტყვით. ახლა ხელსამოსაკარავი კი არა, ნამდვილი ვასალი თუ ვინმე არის სამხრეთ კავკასიაში, ეს ივანიშვილის გრუზია. ამაზე ოდნავ ქვემოთ მანამდე კი კრემლის ახალი სიგიჟე ჯერჯერობით ზედბლოგერების და პროპაგანდისტების დონეზე მოსკოვი ბაქოს ომით დაემუქრა. ამასთან სომხეთ საერთოდ გაქრობით. ბაქო და ერევანი ხომ ერთად და ერთხელ და სამუდამოდ გადიან რუსეთის გავლენის სფეროდან. რუსეთში აზერბაიჯანული დიასპორის დაწესებულებას და ორი ბიზნესმენის პილობას რაც მოყვა იცით, სპუტნიკის საფარქვეშ მომუშავე რუსი აგენტების გამოლენა და შპიონაჟის ბრალდებით რუსეთის მოქალაქეების საჩვენებლად დაკავება. მანამდე ბაქოში რუსული სახლის გაუქმება და ასე შემდეგ. ამ ყველაფერზე ოფიციალურმა კრემლმა დუმილი ამჯობინა. მოსკოვი ბაქოს ურთიერთობაში, რომელსაც ცივი ომი შეიძლება უწოდოთ, ახალი ეტაპი იწყება. ალიევი თვითმფრინავის ჩამოგდების გამო საერთაშორისო სასამართლოსთვის საჩივრის შეტანას გეგმავს. მანამდე კი აზერბაიჯანულმა მედიამ იმ მაღალჩინოსანი რუსი სამხედროების სია გამოაქვეყნა, რომლებიც სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებაში მონაწილეობდნენ. 42 ადამიანის ციკლში მონაწილეთა გვარები არაფერს გაძლევთ. ამ ბარბაროსობაში სულ მცირე 6 ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ მოსკოვი რა თქმა უნდა დუმს. პუტინის დიდი ხნის მეგობარი და ყველა უბედურებაში თანამონაწილე საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ბასტრიკინი, რომელიც აზერბაიჯანული დიასპორის დაწესებების მთავარი ორგანიზატორია, ბუნებრივია არაფერს იძიებს. რა გამოიძიოს საკუთარ სამხედროებს ხომ არ დაჟის. ამათი არ იყოს მოძალადე პოლიციელებს და ზონდერებს რომ არ სჯიან. ბევრი ფიქრებს თუ ცოტა იფიქრეს, კრემლში მოიფიქრეს. რუსეთში სტრატეგიული ავიაბაზების და სტრატეგიული მოირეშების განადგურების უკრაინულ სპეცოპერაცია
აბლაბუდაში ბაქო მონაწილეობდა. მეორე ხარისხოვანი პროპაგანდისტული არხი ცარგრად. ჩვენი დაზვერვისთვის ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის სპეცსამსახურები რუსეთში საკუთარი დიასპორის ჩართულობით უკრაინის სპეცსამსახურებს ეხმარებოდნენ დივერსიულ ტერორისტულ ოპერაცია აბლაბუდაში. არ გეგონოთ კრემლის პროპაგანდა ამ ვიღაც დაბალი დონის წამყვანით შემოიფარგლა. ზედ-ბლოგერებმა უარეს იქნეს. ბევრი რომ არ დაგღალოთ ამ ბოდვით, მხოლოდ ორი ვაენკორის ნამოღვაწას შემოგთავაზებთ. აზერბაიჯანმა ღიად და საჯაროდ დაიკავა რუსოფობიული პოზიცია და რაც მალე დავიწყებთ ამ კონფლიქტისთვის მზადებათ, მით უკეთესი. აზერბაიჯანის ღიავტრული განცხადებების ფონზე კასპიის შესაძლოა მალე გახდეს საომარი მოქმედებების კიდევ ერთი თეატრი. ანუ კრემლი ყარაბაღის დამბრუნებელს თურქეთის ყველაზე ახლო სტრატეგიულ მოკავშირეს, შეერთებული შტატების პარტნიორს რეგიონში, გაზეთათა ნავთობის მარაგების მფლობელს, დიდი დერეფნის საკვანძო სახელმწიფოს სამხედრო კონფლიქტით დაემუქრა და არც მეტი არც საკლები კასპიის ზღვაზე. ოფიციალური ბაქო ბუნებრივია ამ ბოდოს არ უპასუხებდა. ასეთ სიგიჟეზე ქართულენოვანი რუსული პროპაგანდის სიგიჟეები მახსენდება. აი დასავლეთს რომ უნდა ომში ჩაგვითროს და მეორე ფრონტი გახსნას რუსეთთან. ახლა მაინც მიხვდით, ვინც ჯერ კიდევ მცირედი ხარ სახგონებაზე, ვინ არის ომის გლობალური პარტია. ამ თემაზე აქ შევჩერდები. როგორც გითხარით, ბაქოს ზედ-ბლოგერების ამ ბოდოზე პასუხი არ გაუცია. საკმაოდ მკაცრი და მრავალისმეტყველური კომენტარით ტელეკომპანია დოშთან ინტერვიუში აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი რასიმ მუსაბეკოვი შემოიფარგლა. ჩვენ ერთი ხელის მოსვით მოვსპოთ იმას, რაც რუსეთს ჩრდილო კავკასიაში აქვს. კი კასპიის ზღვაში არის ფლოტი, რომელსაც შეუძლია რომელიმე კალიბრიდან ისროლოს აზერბაიჯანის მიმართულებით. და ამის შემდეგ ეს ფლოტი კასპიაზე აღარ იარსებებს. მოფრინდებიან ჩვენი მოკავშირე თურქული F-16-ები და შევხედოთ ამის შემდეგ რა დარჩება ამ ზედ-ბლოგერებისგან. разместятся здесь и посмотрим после этого, много ли останется от бравады этих самых Z-блогеров или кто они там. მუსაბეკოვის ნათქვამი გამგებმა გაიგო. არც მეტი არც ნაკლები წინასწარმეტყველი მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის მართვისა და პოლიტიკის დეკანი ბატონი გერნი სარდარიანი აღმოჩნდა. Естественно, настолько Южный Кавказ. სამხრეთ კავკასია ისე არის დაკავშირებული ჩრდილო კავკასიასთან, რომ არავინ მოხსებს ამოსუნთქვის თვალის მოხუჭვის საშუალებას. ვინც ამბობს, რომ იყოს ასე, ცეცხლში გაეხვიოთ, რაც უნდა ისუქნიათ, კი ბატონო. მაგრამ მალე დაიწყება საუბარი დაღესტანზე, ჩეჩნეთზე, ინგუშეთზე, ადიღიაზე და ამით მთელი ჩრდილოეთ კავკასია იქნება მოცული. და არავის კონდეს ილუზია, როგორ მალე მივა შუა აზიამდე და იქიდან თათრეთზე, ბაშკირეთზე და რუსეთის ფედერაციის სხვა სუბიექტებზე. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. Здесь вообще ни у кого никаких сомнений тоже. ჩემთვის ცოტა აუხსნელი ამ ყველაფრის მოსმენა კრემლის მთავარი პროპაგანდისტის სოლოვიოვის გადაცემაში, მაგრამ ბატონმა გერიმ ალბათ იცის სად რა უნდა თქვას. მის ნათქვამში შუა აზია შემთხვევით არ იყო ნახსენები. ამას კიდევ მიუბრუნდები. ჩრდილოეთ კავკასიაზე წინასწარმეტყველებაც გასაგებია. გიმოზო დეკანი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა. ჩემთვის მოულოდნელად მან რეალობა აღიარა რუსეთი და სამხრეთ კავკასია. ახლა ჩვენ ნამდვილად ვართ სიტუაციაში, რომელიც ისეთი რთულია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ბოლო 200 წლის მანძილზე რუსეთისთვის არ ყოფილა. მთელი პასუხისგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთი რისკის წინაშე 2 ასლეულის მანძილზე არ Я могу это ответственно сказать, что перед такими рисками мы за 2 столетия еще не стояли. კი, ნამდვილად ასია ბატონო დეკანო, მაგრამ თქვენს პატრონებს კრემლში მოკავშირე на Южном Кавказе liceciflisi მაინც ყავთ. ივანიშვილის გრუზიას რაღა თქმა უნდა მოგვიანებით მიუბრუნდები. მანამდე კი ისევ ალიევი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ შუშის გლობალური მედიის მესამე ფორუმზე უკრაინელი ჟურნალისტის დიმიტრი გორდონის შეკითხვაზე რას ურჩევდით თქვენ როგორც გამარჯვებული ნაციის ლიდერი უკრაინას და უკრაინელებსო, პუტინისთვის შოკის მომგვრელი პასუხი გასცა. ჩემი პასუხი არ იქნება იმ დროინდელისგან განსხვავებული და ვფიქრობ, ეს ეხმიანება უკრაინელი ხალხის სულისკვეთებას. არასდროს დათანხმდეთ ოკუპაციას. ეს არის მთავარი რჩევა. соглашаться на оккупацию. Вот это главный совет. განაცხადი გაკეთებულია ბაქო რუსეთის მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ აღარასოდეს იქნება. ბაქო მოსკოვის ურთიერთობა ვასალური აღარასოდეს იქნება. ბაქო გაიზარდა დიდი ბიჭია და დიდ თამაშს თამაშობს. ის უმცროსი ძმა არასოდეს იქნება. პრინციპი მოკავშირეა მართულია, ეს დამთავრებულია. შუშის გზავნილის ადრესატი მხოლოდ კიევი ან მოსკოვი არ ყოფილა. უპირველესად ალიევი ალბათ ჩვენ გულისხმობდა, შემდეგ მოლდაველებს და ბელორუსებს.
მაგრამ ჩვენ სად ვართ ამ დროს? ჩვენ ქართულმა საზოგადოებამ ვიცით სადაც ვართ, მაგრამ სად არის ივანიშვილის გრუზია? სად და მოსკოვში, რადგან ის მიზანმიმართულად წინასწარი გეგმით დაშორდა დასავლურ ცივილიზაციას. აღარ არის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთის საამებლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეჩერებულიყო. სულ მალე კი დიდი ალბათობით უვიზოსაც დავკარგათ. ადრე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ. სულ მალე ვინმე გამოვარ გვარსარ დავასახელებ და იტყვის, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ბაიდენიზაცია განიცადა. მე რა რომ ვინმე ტალიაშვილის ტრამპთან გადაღებულ ფოტოებს პროპაგანდა შიდა მოხმარებისთვის აფრიელებს. ივანიშვილის გრუზიამ უკვე ხმამაღლა თქვა, რომ გლობალური ომის პარტია ევროპასა და უკრაინის მილიტარიზაციას რუსეთის დასუსტებისთვის ახდენს. ოკუპანტის დასუსტებას დარდობენ ბიჭები. საქართველოს ეკონომიკა რუსეთს ოდის ჩამოკიდეს, აღარც მახსოვს და ასე შემდეგ. ის კი არ და დიდი ალბათობით რუსეთის მითითებით სომხეთს თხევადი გაზის ტრანსპორტირების პრობლემა შეუქმნით. ამასთან შესაძლოა ბევრი არაფერი, მაგრამ მხოლოდ რუსული და სომხური საინფორმაციო საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ მაგისტრალური გაზსადენის საგურამოს მონაკვეთზე გადაუდებელი საავარიო სააბილიტაციო სამუშაოების გამო სომხეთს გაზი არ მიეწოდებოდა. მიწოდება ინფორმაციის თანახმად მხოლოდ გუშინ საღამოს აღდგა. ეს ორი დღე კი სომხეთი ირანულ გაზზე გადაერთო. აბა იქნებ ისიც მოახერხოთ, რომ ენერგომატარებლების უსაფრთხო ტრანზიტი ვეღარ შეძლოთ და რეგიონში მაჩანჩალა ქვეყანას სატრანსპორტო ფუნქციას ჩამოართვათ. ანაკლის სპორტის პროექტის დაკონსერვება ხომ სხვა არაფერი იყო. ამასობაში რუსეთზე ჩამოკიდების გამო ყველა დიდი საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტებისგან მოწყვეტილი სომხეთი დიდ გლობალურ თამაში ერთვება. ყარაბაღის სიგიჟის დასრულების შემდეგ რუსეთთან ალიანსში მხილებული სომხური ეკლესიის გავლენების შესუსტების, პოლიტიკიდან ჩამოცილების, რუსული სახელმწიფო გადატრილების აღკვეთის შემდეგ ერევანს ახალი პერსპექტივები გაუჩნდა. არ გამიკურდება მალე ევროკავშირთან უვიზო თუ მოხვება. და რაც მთავარია, ზანგეზურის დერეფანი, რომელსაც ფაშინიანმა სოფლიოს გზაჯვარედინი უწოდა. ცალკე საკითხავია ალიევი ფაშინიანის აბუ-დაბის შეხვედრა, რომელიც ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების გზაზე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამის პარალელურად ერევანი მოსკოვის ეგრეთ წოდებულ ოდეკაბ-ზე ჩამოყალიბდა. ფაშინიანის თქმით, დიდი ალბათობით ერევანი ორგანიზაციიდან გამოვიდრე ამ ურთიერთობას გაყინავს. და იცით რა ქნა მოსკოვმა? პესკოვმა წყნარი ხმით განაცხადა, გადაწყვეტილება სომხეთის სუვერენული საქმეაო. ფთხილობს მოსკოვი, ფთხილობს, რადგან ახლა სომხეთში სასეცები შეუსუსტა. ფაშინიანს ალიევი და ერდოღანი ართმევენ ხელს. აქაც მხოლოდ პროპაგანდას შეუძლია ყეფა. და ვინ თუ არა, ისევ მარგო სიმონიანი. Пашинян – это не просто предатель своего народа, это не просто предатель своей веры. Это действительно какой-то маленький кусок антихриста, явившийся перед нашими глазами. И если армянский народ, люди, которые остались в Армении, которые живут в Армении, его не снесут, а это единственный способ им сохраниться, они должны понимать, что народ никуда не денется. А вот с армянской государственностью, с государством Армения, людям, которые живут в Армении, придется распрощаться. И каждый из людей, голосовавших за Пашиняна, мои дети еще школу не закончат. Когда государство Армении останется в истории, мы будем читать о нем только в учебниках. Ბიჭო, 20-ის მოტფელი მარგოს ერევანში ჩასვლა მოინატრება. მას ზარზემით მინსკში, სოხუმში და ცხინვალში მიიღებენ. როგორც მიხვდით, ეს ისტერიული განცხადება მარგომ სოლოვევის ივავე გადაცემაში გააკეთა, სადაც გიმოს დეკანი რუსეთის სამომავლო უბედურებაზე და სამხრეთ კავკასიაში მარცხზე ღაღადებდა. ამ ღაღაჩი მან შუა აზიას ახსენა. შუა აზიის ყველაზე დიდი სახელმწიფო ყაზახეთია, რომელიც როგორც ბაქო და ერევანი ჯერ ოფიციალური მოსკოვის ღია სამიზნე არ არის, მაგრამ ბლოგერების და მეორეხარისხოვანი გამოცემების სამიზნე გახდა. კრემლი აქაც არისვენებს, მერა რომ 9 მაისს ალიევისგან გასხვევით ტოკავი მოსკოვში ჩავიდა. კრემლში მასზე მაინც ეჭვიანობენ. ნაკლებად ცნობილმა ინტერნეტ გამოცემა Asia Today News-მა რამდენიმე დღის წინ უავტორო სტატია გამოაქვეყნა სათაურით. კასიმ ჟომარტ ტოკაევი, ვინ არის ის რუსეთისთვის მეგობარი, მტერი თუ ისე. სტატიის შესავალში ახსნილია თუ რა გახდა პუბლიკაციის მიზეზი. ინფოზე როცა აზერბაიჯანი რუსეთის მოკავშირე იყო და აღმოჩნდა რომ არ ყოფილა, რა ხდება ყაზახეთთან დაკავშირებით. ისიც ხომ ოფიციალურად მოკავშირეა, მაგრამ იქცევა კი როგორც მოკავშირეო. ბევრი რომ დაგღალოთ ტოკაევის ეჭის თვალით უყურებენ. 2022 წელი შეახსენეს. ჩვენ და ოდეკაპე რომ არა ხელისუფლებაში ვერ დარჩებოდიო. რუსეთისგან ეკონომიკური სარგებელი გინდა და ისე თვალი ბაქოსკენ და ანკარისკენ გიჭირავსო. ისაო ესაო და გაახსენეს. იმო დაამთავრეს SSRK-ს მიჩი დაფრთიანდიო. იქ ისწავლე დიპლომატიური ხრიკებიო. მერე ისე მოხდა რომ გლობალური პოლიტიკის კულისებში შეიხედეო. 2011-ში გაეროს
გენერალური მდივანობა გინდოდა, მაგრამ ანგიმუნის მოადგილობას დაჯერდიო. ეს დრო ჟენევაში ტყუილად არ დაგიკარგავსო და ამა ქვეყნის ძილერმა შეგამჩინესო, მოგნიშნეს და ყაზახეთში გაგამწესესო. მე თუმე პრეზიდენტობისას ტოკავის ყაზახეთის კურსი შეუწყვეტა ლიბერალიზმისა და დასავლური ფასეულობებისკენ და როგორც იქნა, ვითომ ინკოგნიტო ავტორი თავარ სათქმელთან მივიდა ანგლოსაქსებიო. ანგლოსაქსები კრემლის და რუსი პროპაგანდისტების მათთან ერთად ქართულენოვანი რუსი ექსპერტების საყვარელი სიტყვა, როდესაც ისინი დასავლეთს ლანძღავენ. ისე კიმიკუს ამდენი ხანი კობახიძე პაპუაშვილის ლექსიკონში ეს ტერმინი რატომ არ გაჩნდა, მაგრამ მოვადრო და გაჩნდება. დაახლოებით ასე შემოდგომაზე. თუ რატომ შემოდგომაზე, ამაზე მოგვიანებით. ახლა კი ტოკაევი და ანგლოსაქსები. საქმე ის არის, რომ რუსული საბანკო სისტემიდან გათავისუფლებისთვის ყაზახეთში საერთაშორისო ფინანსური ცენტრი ასტანა შეიქმნა, სადაც ეგრეთ წოდებული ბრიტანულ-ინგლისური სამართალი მოქმედებს. ამით მოსკოვი შეწუხებულია. დარდობს ყაზახური საბანკო სისტემა ლონდონის სიტის დაქვემდებარებაშიო და ეს საკამარისია იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორია ტოკავის პოლიტიკური პოზიცია. ამ კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ ასკონის ვითომავტორი ასტანის უარი ბრიქსში გაწევრიანებაზე და ეს ამბავი გვახსენებს ბაქოს პრინციპულ უარს იყოს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის და ოდკაბ-ის წევრიო. მოკლედ თვითონ ავტორმა დაადგინა, რომ ტოკავი ანგლოსაქსური სცენარით მოქმედებს, დამოუკიდებელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არიღებს და მას არც მოსკოვი და არც პეკინი არ კარნახობენო. ამ სტატიის შესახებ უფრო სწრაფად შემეძლო საუბარი, მაგრამ ალბათ მთავარ არს მიხვდით. მოსკოვს ტოკავი არ მოსწონს. ტოკავი, რომელიც ორ დღეში ერდოღანს ეწევა, ორი ქვეყნის პრეზიდენტი სახელმწიფოების შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრებენ. აი ამ ყველაფრის ფონზე კი ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში მის შესახებ ალევის გამონათქვამს აზიარებს. პრეზიდენტები ერთმანეთის მიმართ სიმპათიას არ მალავენ. ამასობაში კი ტრამპს პუტინის აღარ ჯერა. ტრამპამდე მისი ბაქომ და ერევანმა არ დაიჯერეს და შუამავლის როლი უბრალოდ გაუქმეს. და თუ რუსეთს ერთდროს მისი გავლენის სფეროში ფუნქცია აღარ აქვს, და შეიძლება დაემართოს. ჩემი კონსპირაცია რომ არ მოისმინოთ, ამიტომ ისევ მგიმოს დეკანს გთავაზობთ. წინასწარ გეტყვით, რომ ვეთანხმები პატრიცებულ გენრის. თუ რუსეთი არ ერევა კონფლიქტში, მისი საერთაშორისო რეიტინგი ნულია. რუსეთი ცენტრალური ფედერალური ოლქი ხდება, ან მოსკოვის სამთავრო, რომელსაც არ აქვს რეგიონში ინტერესები. დანარჩენები ასკვნიან, რომ ეს არ არის ის რუსეთი, რომლის ხილვასაც ჩვენ შევეჩვიეთ. და თუ ის ისევ ერევა კონფლიქტში, ის იძულებულია ძალის და საშუალებების კონცენტრირება მოახდინოს, რომელიც მას უკრაინისთვის სჭირდება. ხო, საუკეთესო პერსპექტივაა. მასკოვსკაია კნიაჟესტვა. ამასობაში შემოდგომაც მოახლოვდა. ტრამპის 50 დღე შესაძლოა 50 დღის დასრულებამდე დადგეს. 2 დღის წინ მან პოლიტიკური კალენდრის ცვლილება თავად არ გამორიცხა. დეკანმა გენრიმაც აღნიშნა სექტემბერ-ოქტომბრისთვის ზეწოლა გაიზრდებაო. გაიზრდება რუსეთისთვის, გაიზრდება მასზე მიმული საქართველოსთვის, უფრო ზუსტად კი ივანიშვილის გრუზიასთვის. და ბოლოს გლობალურ კონტექსტში სამხრეთ კავკასიას რომ მიუბრუნდეთ, აქ ახლა ჩვენთან სხვა ახალი რეალობაა. რეალობა, რომელსაც კრემლის ცნობილ ხაზთან ნოვი რეალი, ანუ მის მოგონილ შექმნილ რეალობასთან კავშირი აღარ აქვს. სამხრეთ კავკასია შორდება რუსეთს. ერევანს და ბაქოს ახლა ზურგიც აქვს და დიდი მეგობრებიც ყავს. სამხრეთ კავკასიური რეალობა ახლა ჩვენს გარეშეა, რადგან ჩვენ კი არა ივანიშვილმა, რომელიც ჯერ კიდევ ახერხებს რუსული მეთოდით რუსულად მართოს მიტაცებული, ყველა მეგობარი და მხარდაჭერი მოსკოვის მოგონილ გლობალურ ომის პარტიად გამოაცხადა. სულ ბოლოს კი ტრადიციულად ან ჩვენ, ან ის, თუ ის, მაშინ რკინის ფარდა და რუსეთის უკანალი.